ეთერში ახალი ცხრაზე სოფო ჩარკვეტაძესთან ერთად საღამომშვიდობის რამდენიმე წუთში თქვენ ნახავთ. 2008 წლის აგვისტოს ომის გმირი კაპრალი რევაზა ალავერდაშვილი 4 წლის შემდეგ მშობლიურ სოფელში სამხედრო პატივით დაკრძალეს. კაპრალი ალავერდაშვილი არის ჩვენი ქვეყნის გმირი, ის გმირულად იცავდა ჩვენს ქვეყანას. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენმა ხელისუფლებამ იმისათვის, რომ მშვიდობა ყოფილიყო ჩვენს ქვეყანაში. ესეთი სოფლი აღარ კონდიდეს. ცხვრის ხელში ამ თანხების გამოყენება ნამდვილად იყო შესაძლებელი. პრეზიდენტი და მილიონები რაუჯდება ქვეყანას მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის შენახვა. ჩვენმა პრეზიდენტმა დაიწყო 60-ხიანი ბილით და ეკონომ-კლასის ბილეთებით და ამთავრებს რეზიდენცია, 2 თვითმფრინავი და ვერტმფრენები და ასე შემდეგ. რა ხდება ქსნის ციხეში ტუბზონის პატიმრების აპყრობილეში არსებული პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. პატიმრები გაიფიცნენ ექიმთან დაკავშირებით, ოთარ ტრაპაიძესთან დაკავშირებით. პატიმარმა განიცხადა, რომ მე ამანაც არ ვიღებ. რის მიზეზით არ იღებ ამანაც? როგორ შეიძლება ავანტყოფი კაცი ტუბერკულოზიანი იყო იმათ, რა ქვია, უსაჭმელო. აგვისტოს ომის დროს დაღუპული კიდევ ერთი ქართველი სამხედრო მოსამსახურის ცხედარი იდენტიფიცირებულია. კაპრალი რეზო ალავერდაშვილი დღეს მშობლიურ სოფელში ნიჩბიში დაკრძალეს. ჯარისკაცი აქამდე მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე უცნობ ჯარისკაცთა შორის იყოს დასაფლავებული, მისი იდენტიფიცირება დნმ-ის ანალიზის შედეგად მოხერხდა. ზაფხულში ასევე შესაძლებელი გახდა აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული საქართველოს შეიარაღებული ძალების კიდევ 2 სამხედრო მოსამსახურის, სერჟანტ ზურაბ ტურაშვილისა და უფროსი სერჟანტის დელა თიგიშვილის იდენტიფიცირება. დარწმუნის ცერემონიას ნიჩბიში ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული კაპრალი რევაზა ალავერდაშვილი სოფელ ნიჩბისის სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. კაპრალის ოჯახისთვის სამძიმრის სათქმელად მცხეთის რაიონში დღეს სამხედრო მაღალჩინოსნების გარდა პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტის წევრები ჩავიდნენ. უსამძიმრებთ მის მშობლებს, მის მამას, სოფელს და უსამძიმრებთ მთელ საქართველოს. მომავლისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენმა ხელისუფლებამ იმისათვის, რომ მშვიდობა ყოფილიყო ჩვენს ქვეყანაში. ესეთი სოფლი აღარ კონდიდეს ჩვენს სამშობლოს. კაპრალი ალავერდაშვილი არის ჩვენი ქვეყნის გმირი, ის გმირულად იცავდა ჩვენს ქვეყანას 2008 წელს, როდესაც აგრესორებმა შემოუტიეს საქართველოს და დღეს იდენტიფიცირებული იქნა და დაიგრძალა და მე მინდა მიუსამძიმრო. ძალიან მძიმეა ეს ოჯახისთვის. დაღუპული ჯარისკაცი სახლში სარიტუალო ასეულმა მიასვენა. ალავერდაშვილების ოჯახში ახლობლები და თანასოფლელები დილიდან შეიკრიბნენ. ჩვენი სოფლის საუკეთესო ბავშვი იყო ესა. გაიზარდა ცდილობიანად, წესიერად. არავისთვის არაფერი უწყენებია და სამშობლოს სადარებდოდ წავიდა. ქვეყნისა და ერის გადასარჩენად. და ვენაცვალე მის ადამიანობას, ვაჟკაცობას. მე მგონი რომ გამოიჩინა თავი გმირულად და გმირით გახდა კიდევაცა. კაპრალი ალავერდაშვილი 2008 წლის 9 აგვისტოს მოწინააღმდეგესთან შეტაკების შემდეგ აღარ უნახავთ. 21 წლის ჯარისკაცი მთელი ამ ხნის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა. 2 წლის მერე დაკარგულებში გამოაცხადეს. და ახლა ახლიდან ჩაუტარეს დნმ-ის ანალიზი და აქ აყოფილა დასაფლავებული. მანდ მუხათგვერდში. რეზო ალავერდაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2007 წლიდან მეოთხე ქვეით ბრიგადაში მსახურობდა. დაჯილდოებულია მედლით სამშობლოსთვის თავდადებული. დაღუპულის ოჯახს საქართველოს პრეზიდენტმაც მეუსამძიმრა. აგვისტოს ომში დაღუპული 21 წლის კაპრალი ამ დრომდე უგზო-უკლო დაკარგულად ითვლებოდა. კაპრალი ალავერდაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2007 წლიდან მეოთხე ქვეით ბრიგადაში მსახურობდა. პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ის დაჯილდოებულია მედლით სამშობლოსთვის თავდადებული. ახალი დღის სხვა მოვლენები, ვინ არის დამნაშავე სოციალური შეღავათებისა და დაზღვევების შეჩერების გამო. საკითხი, რომელიც თბილისში დღეს ბევრს აღელვებს, დარჩება თუ არა 90,000-მდე ადამიანის სამედიცინო დაზღვევის, 40,000-მდე სოციალურად დაუცველი შემწეობის, 600,000-მდე მოქალაქე სატრანსპორტო შეღავათის გარეშე. გაუქმებულია 19 ოქტომბერს ვანო მერაბიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით სოციალური პროგრამების განხორციელება მერიის მაგივრად ჯანდაცვის სამინისტროს დაევალა. ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, რომ დადრენილება კანონის დარღვევით
პატივით მიიღეს და მისი მიზანი ახალი მთავრობისთვის პრობლემების შექმნა იყო. ფინანსთა მინისტრი მხოლოდ ერთ გზას ხედავს, რაც შეიძლება მალე უნდა დაინიშნოს საკრებულოს რიგ გარეშე სხდომა. სოციალურად დაუცველი ანა არჩოძის ოჯახი ამ თვეში დახმარებას ვეღარ მიიღებს. მიზეზი ყოფილი პრემიერ ვანო მერაბიშვილის მიერ 19 ოქტომბერს მიღებული და ახალი მთავრობის მიერ 31 ოქტომბერს გაუქმებული დადგენილება გახდა. დამოკიდებული ვიყავით მაგაზე, რომ ყოველთვიურად როგორც პენსია ეგრე ქონდა ჩვენ. და დახმარება ფულადი რაც ისეთ ოჯახში რაც საჭირო იმებში ვიყენებდით და ისე ამგვაქვს სასაძილოდან საჭირო. ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ 19 ოქტომბრის დადგენილება ეწინააღმდეგებოდა ბიუჯეტის შესახებ კანონს. იმდენად, რამდენადაც კანონით დამატებითი ფინანსური ვალდებულების აღება მხოლოდ პარლამენტს მთავრობის წარდგენის საფუძველზე აქვს. ამ დროს კი მთავრობა დამტკიცებული არ იყო. ხოვეთ ჯანდაცვის სამინისტროს მოემზადებინა შესაბამისი დოკუმენტაცია და როცა დავწმუნდით ჩვენი მხრიდან საბიუჯეტო პროცესს არ შეესაბამებოდა ეს დადგენილებები, ხელმა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული დადგენილებები, 3 დადგენილება გაუქმებულიყო და შესაბამისად ეთხოვა თბილისის მერიას და საკრებულოს, რომ კვლავ გაეგრძელებინა ამ პროექტების დაფინანსება. მერიაში ამბობენ, რომ 19 ოქტომბერს მერაბიშვილის მიერ დადგენილების მიღება კანონის დაცვით მოხდა და სოციალური პროგრამების განხორციელებაზე პასუხისმგებლობას იხსნიან. იურიდიულ სამსახურში აცხადებენ, რომ ახლა ისინი პროექტების დაფინანსებისთვის სამართლებრივ შესაძლებლობებს მოკლებულნი არიან. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ეს პროგრამები გაუქმდა, დიახ, აღარ არსებობს. ისე, რომ არ უზრუნია თუ ვის, რომელ უწყებას უნდა გაეგრძელებინა ამ სოციალური შეღავათების დაფინანსება. ეს დადგენილება ჩვენს მთავრობას რომ არ გაეუქმებინა საქართველოს ფინანსთა და შრომის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროები ამ თანხებს ვერ გასცემდნენ. ერთი მარტივი მიზეზის გამო ეს თანხები საქართველოს 2012 წლის ბიუჯეტში არ წერია. ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სიტუაციიდან გამოსავალს საკრებულოს რიგ გარეშე სხდომის დანიშვნაში ხედავს, სადაც ის სტატუს კვო აღდგება, რაც 19 ოქტომბრამდე არსებობდა. ანუ ბიუჯეტში შევაცვლილებები და სოციალურ პროგრამებს კვლავ თბილისის მერია განახორციელებს. მერიაში კი პრემიერ-მინისტრს მოუწოდებენ აღნიშნულ საქმეში შესაბამისი სახელმწიფო უწყებები ჩართოს. გლდანისა და რუსთავის სასჯელ აღსრულების დაწესებულებების შემდეგ ვითარებად სანშიც დაიძაბა ტუბზონის პატიმრები პროტესტის ნიშნად უარს ამბობენ ამანათებისა და მედიკამენტების მიღებაზე. მათი ძირითადი მოთხოვნა ციხის მთავარი ექიმის გათავისუფლებაა. პატიმრები მედპერსონალს უყურადღებობაში ადანაშაულებენ. მჟავდებულების ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მჟავდებულებს პირობების გაუმჯობესება სურთ სასჯელ აღსრულების სამინისტრო საკითხის შესწავლისთვის დროს ითხოვს და სამედიცინო დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელს ელოდება. ქსნის ტუბზონაში მყოფი პატიმრების ოჯახის წევრებს დღეს ამანათები უკან დაუბრუნდათ. პატიმრების საკვებისა და მედიკამენტების მიღებაზე უარს აცხადებენ და პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. ტუბზონაში მყოფი მსჯავრდებულები მედპერსონალის უყურადღებობას და დაწესებულებაში არსებულ ანტისანიტარიას აპროტესტებენ. ექიმი ყურადღებას არ აქცევს. თავარ ექიმზე აქ განსაკუთრებით ლაპარაკი. თორე რაც შეეხება იმას, რომ სასჯელ აღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კონდეთ რამე ის რომ ან ცუდად გვექცევიან, ეს გამორიცხულია და ამანათები დააბრუნეს. ითხოვენ ყურადღების მიქცევას. პატიმარმა განიცხადა, რომ მე ამანათს არ ვიღებ. რის მიზეზით არ იღებ ამანათს? როგორ შეიძლება ავანტყოფი კაცი ტუბერკულოზიანი იყო იმათ, რა ქვია, უსაჭმელოდ. პატიმრები დღეს უფლებადამცველებთან შეხვედრას ითხოვდნენ. ქსნის მე-19 დაწესებულებაში მყოფი პატიმრების მდგომარეობის შესახებ განცხადება სახალხო დამცველის აპარატმაც გაავრცელა და სასჯელ აღსრულების სამინისტროს საკითხის შესწავლას თხოვა. საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმი მიმართავს საქართველოს სასჯელ აღსრულების პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს შეისწავლოს ტუბერკულოზით დაავადებულ მჟავდებულთა განცხადებაში მოყვანილი ფაქტები და მოახდინოს სათანადო და დროული რეაგირება. სასჯელ აღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენლები ვითარებას ადგილზე გაეცნენ. მათი თქმით, დაწესებულებაში ანტისანიტარიის პრობლემა არ დგას. სამედიცინო მომსახურების საკითხს კი სამედიცინო დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი გადაწყვეტს. როგორც თვითონ საუბრობენ, არიან ძალიან ბევრი პატიმრები, რომელიც ამბობენ, რომ აქვთ პრობლემები სხვადასხვა დაავადებებთან დაკავშირებით, რომელიც უნდა იქნეს რაც შეიძლება მალე მოგვარებული. რაც თითქმის მაქსიმალურად აქცევს ყურადღებას დღეს მოქმედი სამედიცინო პერსონალი, თუმცა მათი მოთხოვნები უფრო ცდება ამ მოთხოვნებს და ამას პირობებს. თუმცა ეს ყველაფერი იქნება მოგვარებული ძალიან მალე. სასჯელ აღსრულების სამინისტროში აცხადებენ, რომ იმ მსჯავრდებულების საქმეები, რომელთა ჯანმრთელობა მძიმეა, გამოთხოვილია და მათი სასჯელის გადავადების საკითხი შესწავლის შემდეგ გადაწყდება.
საპრეზიდენტო გზალესია უკრაინას ქუჩაზე ნაქირავების სამოთხახიანი ბინიდან ფეშენებელურ რეზიდენციებამდე მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის პირველი პირის სტატუსი შესაძლოა მთავრობის კანცელარიის მე-11 სართულზე დატოვოს. საბიუჯეტო ხარჯების ოპტიმიზაციას მისი ხუთივე რეზიდენციის შენახვის ხარჯები ეწირება პრეზიდენტის აპარტამენტების ფინანსირება ახალ ხელისუფლებას არ სურს. თანხა მოქალაქეების სოციალურ დაცვას და განათლებას სჭირდება. რა დოზით შეეხება სეკვესტრი მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის ხარჯებს, რომელიც ხაზინას ყოველწლიურად ათეულობით მილიონი ლარი უჯდება. ნახეთ ბერქა ბარამიძის სიუჟეტი. პრეზიდენტ სააკაშვილს კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების შესრულება ვადის ამოწურვამდე შეკვეცილი ხარჯების პირობებში მოუწევს. თბილისის, ბობოყვათისა და ზუგდიდის რეზიდენციების, ქუთაისსა და დედაქალაქში მდებარე პარლამენტის შენობებში განთავსებული საპრეზიდენტო აპარტამენტების შენახვის სახსრები მთავრობის რევიზიის ქვეშ ყვება. დაფინანსების 5 წყაროდან მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის შენახვის ხარჯები შესაძლოა მხოლოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სახელმწიფო დაცვის სამსახურის ბიუჯეტებში მკვეთრი სეკვესტრით გაიწეროს. ჩვენ გვაქვს პრიორიტეტი არის ხალხზე ზრუნვა, პრიორიტეტი არის სოციალური პროექტები, პრიორიტეტი არის ჯანდაცვა, განათლება, საპენსიო უზრუნველყოფა და ვფიქრობთ, რომ ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ამდენი თანხა გადაიხადოს პრეზიდენტის ადმინისტრაციების შენახვაზე, მაშინ როცა არსებობს რამდენიმე უკვე აპრობირებული ადგილი, სადაც პრეზიდენტები მუშაობდნენ, მათ შორის მუშაობდა ბატონი სააკაშვილიც. განწყობის მიუხედავად მთავრობის ახალი პოლიტიკა მისაღები აღმოჩნდა მისი ოპონენტისთვის. კახაბენდუქიძე სხვა ხარჯებთან ერთად არაეფექტური ხარჯების სოციალურ ვალდებულებებზე მიმართვის მომხრეა. მე ყოველთვის მომხრე ვიყავი ადმინისტრაციული ხარჯების მაქსიმალურ შემცირებაზე, ადმინისტრაციული აპარატის ანუ ბიუროკრატიის მაქსიმალურ შემცირებაზე, მაქსიმალურ შემსუბუქებაზე ამ ტვირთისა, რომელიც აწევს ეკონომიკას, თუ ეს გაკეთდება, ეს იქნება ის ნაბიჯი, რომელსაც მივესალმებით ხადია. თქვენიც რომ მე ოპონენტი ვარ რაღაც საკითხებში ამ მთავრობის, მაგრამ არის ისეთი რაღაცები, რაზეც სადაც ჩვენ ყველანი შეიძლება ერთად გავერთიანდეთ და ერთი პოზიცია გქონდეს. საპრეზიდენტო ფინანსების ეკონომიკური პოტენციის გათვლისას ეკონომისტი სანდრო თვალწრელიძე ვარაუდობს, რომ ბიუჯეტიდან უმიზნოდ განხარჯულ თანხებს სოფლის მეურნეობის გაჯერსაღება შეეძლო. ძალიან მოკრძალებული გათვლებით ამ ხნის განმავლობაში ჩვენ პრეზიდენტი 1 მილიარდი დოლარი დაგვიჯდა. სულ მცირე გვიჯდება 50 მილიონი წელიწადში. თუ ჩავთვლით მის გაუთავებელ მოგზაურობებს, მილანში შოპინგ ტურებს და ასე შემდეგ. კამრების შემოჭერის პრეზიდენტისეული 9 წლიანი პოლიტიკა ექსპერტ რამაზ საყვარელიძისთვის მხოლოდ დეკლარირებულ ფრაზად დარჩა. სააკაშვილის ყოფილი მრჩეველი იმ დროს იხსენებს, როდესაც მოღვაწეობის პირველ ეტაპზე პრეზიდენტმა საცხოვრებლად ნაქირავები ბინა აირჩია. მოგზაურებულ მიდგომას კი ფუფუნებისკენ სწრაფვა მოყვა. მაგრამ მე მგონი ეს მაინც გარკვეული თვალსაზრისით იმიჯის შექმნისთვის გადადგმული ნაბიჯები იყო. ჯერ კიდე ის თავს ასე მოგონივრად არ გრძნობდა, როგორც შემდგომში. და მე ნელ-ნელა როდესაც გასინჯა რას ნიშნავს პოლიციის განკა ის რო შენხელში პოლიცია ჯარია და შემდეგ როცა ძალის გემო გაიგო მე სწორედ ამის მერე იყო ნელ-ნელა დაშორდა საზოგადოებას. ხარჯების შეკვეცა პრეზიდენტის რეზიდენციების პარალელურად მისი სატრანსპორტო მომსახურების სახსრებსაც შეეხება. მთავრობის კანცელარიის მე-11 სართულზე ადმინისტრაციული ადგილმონაცვლეობის კვალდაკვალ მიხეილ სააკაშვილს ფეშენებელური თვითმფრინავის ნაცვლად შესაძლოა მგზავრობა კვლავაც სამოქალაქო ავიარეისებით მოუწიოს. რკინიგზაში კი ვითარება დროებით სტაბილურია გაფიცვას შეწყდა. რკინიგზელები დღეს ეკონომიკის მინისტრს, პროფკავშირების წარმომადგენელს და საინვესტიციო ფონდის ახალ ხელმძღვანელს შეხვდნენ და მათგან დაპირებები მიიღეს. საინვესტიციო ფონდი რკინიგზის 100%-იანი წილის მფლობელია. ახლა უკვე რკინიგზელები უწყების ახალი ხელმძღვანელის დანიშვნის მოლოდინში არიან, რომელთანაც პრობლემების შესახებ კოლექტიურ მოლაპარაკებას დაიწყებენ. შეგახსენებთ, გაფიცვა რკინიგზაში 3 კვირის წინ დაიწყო. რკინიგზელები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ხელფასების მომატებას ითხოვდნენ. შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში დაახლოებით 2 საათი გაგრძელდა. რკინიგზელებმა საკუთარი მოთხოვნები მინისტრს პირადად გააცნეს. შეხვედრის შემდეგ მემანქანეებმა პროტესტის დროებით შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს. ელემენტარულად დიალოგი არ არსებობდა ამ ადამიანებსა და წინა რკინიგზის ხელმძღვანელობას შორის, იმიტომ რომ აქ ძალიან ელემენტარული პრობლემების გამოსწორებაზე არის პირველ რიგში საუბარი, რომ უბრალოდ ადამიანური დამოკიდებულება ყოფილიყო
ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს შორის. ძალიან ელემენტარული პირობების გამოსწორებაც რომ ყოფილიყო, ჩემი აზრით, ამ სიტუაციამდე არ მივიდოდა. გამომდინარე აქედან, რომ გავითვალისწინოთ საქართველოს დღევანდელი სიტუაცია, არ მოხდეს არანაირი ექსცესი და ასე შემდეგ, ჩვენ დროებით წყვეტთ ამ კაფიცვას. რკინიგზელებისა და ეკონომიკის მინისტრის შეხვედრა გაერთიანებული პროფკავშირების შუამდგომლობით გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდა საპარტნიორო ფონდის ახალი ხელმძღვანელი, რომლის უწყებაც საქართველოს რკინიგზის 100%-ს განკარგავს. პირობა იმისა, რომ რეალური მოლაპარაკებები დაიწყება, როცა ახალი ხელმძღვანელობა ეყოლება რკინიგზას და ადამიანები იქნებიან ჩართული ამ მოლაპარაკებებში, არის ძალიან მყარი გარანტიები ამასთან დაკავშირებით მიღებული და ეს არის ყველაზე მთავარი. დანარჩენი დიალოგის რეჟიმში, როცა იქნება ეს პროცესი, ყველაფერი მაშინ გადაწყდება. ერთ-ერთი პირველი ფუნქცია და მოვალეობა ხელმძღვანელის, ახალი ხელმძღვანელის, როგორც სამეთვალყურეო საბჭოში, ასევე მენეჯმენტის იქნება, რომ ამ ადამიანებს გულითადად მოусმინოს, მათი პრობლემები გაითვალისწინოს და მარტივად გადაწყვიტოს ის საკითხები, რაც ჩვეულებრივ რკინიგზელს აწუხებს. სამუშაო პირობების გაუმჯობესება და ხელფასების გაორმაგება. ამ მოთხოვნებით რკინიგზის მემანქანები რამდენიმე კვირის წინ გაიფიცნენ. ძირითადად სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე იყო ჩვენი საუბარი და ვინაიდან დღესდღეობით არ აქვს ჩვენ რკინიგზის გენერალური დირექტორი, დაველოდებით მის დანიშვნას და შემდეგ გადავწყვიტავთ მასთან ერთად გვექნება სამუშაო შეხვედრები. რკინიგზელები კონსულტაციებს რკინიგზის დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელთან გააგრძელებენ, რომლის ვინაობაც სავარაუდოდ მომავალ კვირას გაირკვევა. რკინიგზის განსხვავებით ჭიათურაში მაღაროელთა დაფიცვა ამ წუთებში გრძელდება. ითხვისის მაღაროში დაფიცულმა მუშებმა პრემიერ-მინისტრს სპეციალური ვიდეო მიმართვა გაუგზავნეს. მაღაროელები ივანიშვილს ჭიათურაში ჩასვლას და მათი პრობლემების ადგილზე დაცნობას თხოვენ. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მაღაროელთა ნაწილი ითხვისის მაღაროს ტარის ჩაკეტვას აპირებს. მეორე ნაწილი კი ჯორჯიან მანგანეზის ადმინისტრაციულ შენობასთან ტარობის დაშლასა და შიმშილობის დაწყებას გეგმავს. მაღაროელების განცხადებით ისინი პროტესტს შეწყვეტენ, თუ ხალხასი 40%-ით დაეზრდებათ და იმავდროულად 20%-იანი პრემიაც ექნებათ. როგორც ზოოპარკია და მშობლებს ბავშვები მიყავთ, აი ცხოველების სანახავად მსგავს რამეს ხედავ უკვე. ამ დღეების განმავლობაში, 22 დღის განმავლობაში შემოდიან, მოგვინახულებენ, ალბათ გვეთამაშებიან. ჩვენ არ ვითხოვთ ისეთ კატასტროფულ და ისეთ შეუძლებელს, რომ ხელისუფლება და მით უმეტეს კიდევ რომ მფლობელი ვერ აღწევდეს კონსენსუსს ჩვენს და მათ შორის. ჩვენ ვაპირებთ ტრესტის წინ, სადაც გარანტიად აქვს გადაქცეული, გავშალოთ კარვები და ჩვენი ხალხი გავსვათ იმ კარვებში დღე და სადღეს გავისვათ. თუ საჭიროება მოითხოვს, შიმშილობასაც დაიწყებენ. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაია ფანჯიტიძე სადარო საქმეთა მინისტრად დანიშნვას ულოცავს და ნოემბრის ბოლოს შეერთებულ შტატებში ვიზიტით იწევს. სატელეფონო საუბარი ჰილარი კლინტონსა და სადარო საქმეთა მინისტრს შორის დღეს სახელმწიფო მდივნის ინიციატივით შედგა. საქართველოს სადარო უწყების ინფორმაციით შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ფანჯიტიძეს სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა. სატელეფონო საუბრისას ორი ქვეყნის ურთიერთობები განიხილეს. საუბარი შეეხო შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას. ჰილარი კლინტონმა და მაია ფანჯიტიძემ ავღანეთში ISAF-ის სამშვიდობო ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობის საკითხზეც ისაუბრეს. სახელმწიფო მდივანმა სადარო საქმეთა მინისტრთან სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. დღეს ჰილარი კლინტონი პრეზიდენტ სააკაშვილსაც ესაუბრა. პრეზიდენტის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით პრეზიდენტსა და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის მთავარი თემა ის პროგრესი იყო, რასაც საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე მიაღწია. ამავე სატელეფონო საუბრისას მხარეებმა იმშელეს დეკემბერში დაგეგმილ ნატოს სადარო საქმეთა მინისტერიალზე აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. მინისტერიალის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესში არსებული პროგრესის განხილვა. განსაკუთრებით საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიული ჩატარებისა და მთავრობის გადაბარების ფონზე. რატომ ჩაიშალა ქუთაისის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი? აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა გარკვეულ ნაწილს ამაზე თავისი პასუხი აქვს. ისინი ადმინისტრაციას შემდეგ ბრალდებებს უყენებენ. სასწავლო პროცესის არასათანადო მიმდინარეობა, სასწავლო გეგმების თვითნებური შეძენა, სამეცნიერო და აკადემიური თანამდებობების, დასაკავებელი კონკურსების დაყალბებით ჩატარება და მთავარი კორუფციული გარიგებები. რა მოხდა რეალურად ქუთაისის უნივერსიტეტში? დეტალები ნახეთ ჩვენ სიუჟეტში.
ფილოსოფიის დოქტორი თენგის არალიძე, რომელიც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 50 წელია მუშაობს, ამბობს, რომ სასწავლო პროცესი შაშლილია. მისი თქმით, არ არსებობს სასწავლო გეგმები და უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მას საკუთარი სურვილის მიხედვით ცვლის. სასწავლო პროცესი თითქმის შაშლილია. შაშლილია იმ თვალსაზრისით, რომ უფრო მეტი ლექციები არ ტარდება. ჩაივრი დერეპაჟი და ავტორიების არიელია, როცა დისპეჩერის კურსელი გადატვირთული არის, თავისუფალ ავტორიას ვერ ნახავ. ჩაშლილია იმ თვალსაზრისით, რომ სასწავლო გეგმები წელიწადში რამოდენიმეჯერ იცვლება. სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორები ადმინისტრაციას კორუფციულ გარიგებებში სადანაშაულებენ. მათი თქმით, აკადემიურ თანამდებობებზე რექტორი საკუთარ ნაცნობ მეგობრებს ნიშნავს. არასასურველ პირებს კი სამსახურიდან ათავისუფლებს. პრეტენზია არის უნივერსიტეტში ფართო მასშტაბით უკვე გავრცელებულ და ფეხმოკიდებულ უსამართლობაზე, მიკერძოებებზე და კორუფციულ გარიგებებზე. კერძოდ, მე მხედველობაში მაქვს სამეცნიერო კონკურსების გაყალბებით ჩატარება, რაც გულისხმობს ხელმძღვანელობისათვის, ესე რექტორის, მისი მოადგილის, კანცლერის და სწავლების ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელის მიერ ჩატარებული კონკურსის ისეთ ფორმით ჩატარებას, რომ მხოლოდ მისი ნათლია მირონები, ახლობლები გადიან. აქ არა აქვს მნიშვნელობა თქვენს ცოდნას, გამოცდილებას, პატიოსნებას და ღირსებას. ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ღავთაძე მისი მისამართი წაყენებულ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს. რექტორის განმარტებით, როდესაც ის თანამდებობაზე მოვიდა, აკადემიური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსი უკვე ჩატარებული იყო. ამასთანავე ის მედიის წარმომადგენლებს გამოძიების ჩატარებას თავაზობს და მზადყოფნას გამოთქვამს საკუთარ ქმედებებზე შესაბამისი პასუხი აგოს. 2010 წლის მარტის კონკურსი თქვენი ჭირიმე ჩატარდა მარტში და მე უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შესრულება დავიწყე სექტემბერში. როგორ გავაკეთებ მე კომენტარს იმაზე, რაც მოხდა რამდენიმე თვით ადრე. რა თქმა უნდა, უარყოფ, რომ კორუფციულ გარიგებაში ყველაფერი შეიძლება დამაბრუნო და კორუფციულ გარიგებაში, რომელიც კარგით რა, მაგაზე ახლა მართლა პროფესორთა ნაწილი, რომელიც უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის მისამართი დოგმაყოფილებას გამოთქვამს, მიიჩნევს, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ რაც შეიძლება სწრაფად თანამდებობები უნდა დატოვოს. ჰილარი კლინტონისა და საქართველოს ხელისუფლებას შორის გამართულ სატელეფონო საუბრებს ცოტა ხნის წინ საქართველოში შეერთებული შტატების ელჩი გამოეხმაურა რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების სწრაფას მხარს უჭერს როგორც ახალი მთავრობა, ასევე პრეზიდენტი სააკაშვილი. ახალ მთავრობაში არის ორპარტიული მხარდაჭერა. როგორც პრეზიდენტ სააკაშვილის, ისე პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის მიერ არის განცხადებული, რომ საქართველოს მისწრაფება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისთვის ურყევი და უცვლელი რჩება. საბოლოო მიზანი კი ნატოში გაწევრიანებაა. დივან კლინტონს დღეს პრეზიდენტ სააკაშვილთან საუბარი ჰქონდა. მას ასევე საუბარი ჰქონდა საგარეო საქმეთა მინისტრ პანჯიკიძესთანაც. ეს იყო მისთვის შესაძლებლობა მინისტრისთვის მიელოცა თანამდებობაზე დანიშნვა. საუბარი ეხებოდა იმ პროგრესს, რომელსაც მიაღწია საქართველოს უკანასკნელ პერიოდში და ასევე განიხილეს ის გზები, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ამ პროგრესის ასახვა დეკემბრის ნატოს შეხვედრის დროს. უდავოა, რომ საქართველოს დგას ეკონომიკური გამოწვევების წინაშე. მთავრობა და პრეზიდენტი იმუშავებენ ერთად იმისთვის, რომ გადაწყვეტილებები მიღებული იყოს პასუხისმგებლობით. ახალგორის რაიონში გამგებლის შეცვლასა და მის სავარაუდო კანდიდატებზე საუბრობენ, როგორც მეცხრე ახმა ახალგორელებისგან შეიტყო ამ პოსტზე ახალგორის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის დირექტორი თამარ მეარყიშვილისა და ქართული ოცნების ახალგორელი წევრის ნურზარ ოდიშვილის კანდიდატურები განიხილება. მეარყიშვილი მასზე გავრცელებულ ასეთხმებს ადასტურებს, თუმცა გამგებლობის სურვილს უარყოფს. ვინ არიან ახალგორის გამგებლობის პრეტენდენტები, ამის შესახებ სიუჟეტი სპეციალურად მეცხრე არხისთვის რეზონანსის ჟურნალისტმა მარიო თარაშვილმა მოამზადა. ახალგორში რაიონის გამგებლის ზურაბ ფიცხალაურის შესაძლო შეცვლაზე საუბრობენ. ახალგორელებმა მეცხრე არხს სავარაუდო კანდიდატებით დაუსახელეს ნუგზარ ოდიშვილი და თამარ მეარაყიშვილი, რომელიც ახალგორში მოქმედ მოსწავლე ახალგაზრდობის სახლს ხელმძღვანელობს. ადამიანები, რომლებიც 4 წელი არ შემხმიანებიან, მირეკავენ და მაშინვე იწყებენ, რომ აი კოტეჯის დამტკიცება გვინდა და იქნება როგორ უნდა დავიმტკიცო, ანუ აი როგორც უკვე გამგებელს ისე მომმართავენ თხოვნებით. ზოგიერთები მილოცავენ. მე არ ვაპირებ ახალგორიდან წასვლას. ყველაზე მძიმე წუთებში არ წავედი და ყველაზე ცუდი ის რომ მივიღე, რა ქვია, შეფასებები აქ დარჩენის გამო და ეხლა მით უმეტეს. პირიქით, მე მინდა რომ ადამიანები დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში და მე რატომ წავალ. წეროვანის დევნილთა დასახლებაში მოქმედ ახალგორის გამგეობასა და საკრებულოში ადასტურებენ, რომ გამგებლობის მსურველების შესახებ მათაც სმენიათ, თუმცა ოფიციალური განცხადება საკრებულოში ჯერ არ შესულა. არანაირი ოფიციალური ინფორმაცია ამის შესახებ
არ შემოსულა და არ დაფიქსირებულა კანცელარიაში. ჩვეულებრივად საკრებულოს თავმჯდომარეს რაიონის გამგებელიც ვაგრძელებთ ჩვეულებრივად მუშაობას, ვის რა სურვილები აქვს და რა უნდათ შემდგომში ჩემთვის არ არის ოფიციალურ დონეზე ცნობილი. საკრებულოს თავმჯდომარე განმარტავს, რა შემთხვევაში იცვლება გამგებელი. რაიონის გამგებელმა ან თავის ნებით უნდა წავიდეს, რაც ჩვენთან ნაკლებად სავარაუდოა, ან კიდევ სხვა ეს არ არსებობს. ან სისხლის სამართლებრივი დევნა. რაც კიდევ ერთხელ ვიზახით ჩვენთან ეს არის უკვე რაღაც ფანტასტიკის სფერო. იურისტ დიმიტრი ღონღაძის განმარტებით შესაძლოა გამგებლის შეცვლის საკითხი დადგეს, რადგან მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე იკვეთება. ღონღაძე მეარაყიშვილის ადვოკატია, რომელიც ფიცხელაურ სამსახურიდან უკანონო დათხოვნის გამოუჩივის. ადმინისტრაციული აქტის არარსებობის მიუხედავად ხდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის თანხების განკარგვა. აღნიშნული რა თქმა უნდა იწვევს გონივრ ეც რომ აქ რაიმე სახეზე გვაქვს რომელიმე სისხლის სამართლის დანაშაული, საქმის გამოკვლევის დროს გამოიკვეთება და დადგინდება თუ რა დანაშაულთან გვაქვს საქმე და გონივრული ეჭვის არსებობის შემთხვევაში რა თქმა უნდა ჩვენ მივმართავთ საქართველოს პროკურატურას შესაბამისი გამოძიების დაწყების თაობაზე. გამგებლობის კიდევ ერთი სავარაუდო კანდიდატი ქართული ოცნების წევრი ნუგზარ ოდიშვილია. ოდიშვილის განმარტებით ახალგორის გამგებლის კიდევ 3 კანდიდატზეა საუბარი. შევიკრიბეთ ქართული ოცნების აქტივისტები. აი დაიშალეთ ეს საკითხი გამოიწვია ამ საკითხმა, რომ გამგებლობა რომ შეიცვალოს ადგილზე, კი არა რომ შეიძლება, აი ვინ მოიაზრება კანდიდატურაზე. 3 კანდიდატურა მოიაზრება. ხორელი ვალიკოა ერთი და ერთია კენტაური გიორგი. 3 კანდიდატურაა. ახალგორის გამგეობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ წეროვანშია განთავსებული. ახალგორელები ამბობენ, რომ ეს დაწესებულება მოსახლეობისთვის რეალურად არაფერს აკეთებს. ვითარება იძაბება ტყიბულში, მძიმე სამუშაო პირობები და არასათანადო ანაზღაურება ტყიბულელი მეშახტეები ხელისუფლებისგან ხსნას ელიან. პარალელურად საწარმოს ადმინისტრაცია ნახშირის რეალიზაციის ახალ ბაზარს ეძებს, სხვა შემთხვევაში არსებული ხელფასების შენარჩუნების მიზნით საპენსიო ასაკის მეშახტეთა შემცირებას არ გამორიცხავს. ზვეთ ხუჯაძის რეპორტაჟი ტყიბულიდან. 1200 მუშა ყოველდღიურად უწყვეტი ცვლის რეჟიმში 3 კილომეტრიან გვირაბს ელმავლით გამოივლის და ამ ლიფტით 400 მეტრის სიღრმეზე. მიწაში ეშვება, საიდანაც ქვანახშირს მოიპოვებს. მეშახტის საშუალო ანაზღაურება თვეში 500-დან 1000 ლარამდე მერყეობს. თუმცა ფინანსური კრიზისის გამო ბოლო დროს ხელფასი მუშებს დაგვიანებით ერიცხებათ. მიზეზად შახტის ადმინისტრაცია ძირითადი მომხმარებლის ჰაიდელბერგ ცემენტისგან ნახშირზე მოთხოვნის შემცირებას ასახელებს. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, დღესაც არაა ხელფასი დარიცხული და ამიტომ ბანკი გვარჩევს ამ პროცენტებს და 1-2 დღე ისე გამოდის, რომ 2 დღის ფული ჩვენი ნამუშევრიდან, შახტის ამოტანიდან უნდა ვიცეთ, ტყუილაუბრალოდ უნდა გადავყაროთ. ხელფასებთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ დავალიანება სექტემბრის ჩათვლით, აი დღეის მდგომარეობის საღამოსთვის უკვე გასტუმრებული იქნება მთლიანად ხელფასების დავალიანება. მომავალი ოქტომბრისთვის კი ახლა დგება უკვე გეგმები და მიდის ანგარიში. არასათანადო ანაზღაურების მიუხედავად ტყიბულელი მეშახტეები საყოველთაო გაფიცვის ტალღას არ უერთდებიან და ამბობენ, რომ ხელისუფლებისათვის გარდამავალ პერიოდში მუშაობას განაგრძობენ იმ იმედით, რომ ახალი ხელისუფლება მათი პრობლემითაც დაინტერესდება. საწარმოს ადმინისტრაცია კი თუ უახლოეს პერიოდში თურქეთში ნახშირის რეალიზაციას ვერ შეძლებს, საპენსიო ასაკის მუშების შემცირებას გეგმავს. ძალიან კარგად გვესმის რა მდგომარეობა არის დღეს საქართველოში და იმიტომ არ ვიფიცები ჩვენ რომ გვინდა პატარახან შევინარჩუნოთ ისეთნაირად რომ როცა ახალი თავრობა მოდის და მოიკიდებს ჩვენს მაშინ მოვითხოვ ჩვენ იმას ხელფასების მომატებასაც და ყველაფერს. ჩვენ არა ვართ გაჩერებული, ვეძებთ ჩვენ რეალიზაციის სხვა წყაროს და მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ თურქეთის მხარესთან. მძიმე სამუშაო პირობებისა და არასათანადო ანაზღაურების მიუხედავად ქვანახშირის საბადო ტყიბულელთა ძირითად შემოსავლის წყაროდ რჩება.
ჰესისთან დაზარალებული სოფლები და მეწყერი, რომელსაც ყოველწუთს შეუძლია მოსახლეობა ადრილიდან აყაროს. ცარჯერში სოფელ უსახელოში ლაჯანურ ჰესის გამო სეზონურად საგუბარში ჩამდგარი წყალი მიწას იტაცებს და სახლს საძირკველს აცლის. წლების მანძილზე წყალმა სახნავს 1000 მიწები მიიტაცა, დაიმეწყა სოფლამდე მისასვლელი რძა. 27 ოჯახი სასწრაფოდ განსახლებას საჭიროებს იმისათვის, რომ სოფელი არ დაიცალოს და მიგრაცია შეჩერდეს. სოფლის დამრებელი ხელისუფლებას დახმარებას თხოვს. სოფელ უსახელოში მცხოვრები ხეცურიანების ოჯახი 10 წელზე მეტია მეწყერს ებრძვის. მათ საცხოვრებელ სახლს ბზარები ყოველწლიურად ემატება და იქ მაცხოვრებლებს საფრთხეს უქმნის. როგორც კახა ხეცურიანი ამბობს, პრობლემის მთავარი მიზეზი სოფელთან მდებარე ლაჯანურ ჰესია. სეზონურად საგუბარში ჩამდგარი წყალი მიწას იტაცებს და სახლს საძირკველს აცლის. ამაი სახლის ცხოვრება არ შეიძლება. მე თვითონ ეს ხედავთ, რა მდგომარეობაა. საგუბარში გაუშვებენ. თანდათან სახლს გებულობენ წყიპინო სახლები, ის ბიძ მოძრაობს, ბიდის მოდის. ათლა გვაქცია. ლაჯანურ ჰესმა. ხეხილი ხმება, დისლი წოვა. ლაჯანურ ჰესის საგუბარმა სოფელ უსახელოს არაერთი ზიანი მიაყენა. წლების მანძილზე წყალმა სახნავს 1000 მიწები მიიტაცა. რამდენჯერმე დაიმეწყრა სოფლამდე მისასვლელი გზა. სასწრაფოდ განსახლებას 27 ოჯახი საჭიროებს. იმისათვის, რომ სოფელი არ დაიცალოს და მიგრაცია შეჩერდეს, სოფლის გამგებელი ხელისუფლებას დახმარებას თხოვს. მიგრაცია არ მოხდეს მთლიანად სოფელში და დამკვიდრდეს სოფელი და სკოლა იარსებოს. ამისათვის ის ოჯახები, რომელსაც ჩვენ ვთხოვოთ ახლა გამოვიყოთ, მათ ყავთ შვილები, ყავთ შვილიშვილები, რომლებიც ინარჩუნებენ ძირითადად სოფელს. თუ ისინი წავიდა, სოფელი თითქმის მოშლილი იქნება. აღარც სკოლა იქნება, აღარც სხვა რამე საარსებო წყარო და სოფელი იშლება რა, მიგრაცია აქედან გამოდის. დედამიწის მეგობრობის დარბაზის წევრი თემურ კეპულაძე ამბობს, რომ როცა პროექტი მზადდება, აუცილებელია მეტი ყურადღება შედეგზე გამახვილდეს. როდესაც საუბარია ახალი ჰესების მშენებლობაზე, არ ვითვალისწინებთ იმ შედეგს, რომელიც თვალნათლივ ჩანს უკვე არსებული გესების მიერ ნამოქმედ არის. საერთოდ ცნობილია, რომ ქვეყანა, რომელიც თავისი რესურსებით ვაჭრობს და გააქვს და ყიდის, იმ ქვეყანას მდგრადი განვითარება არ ექნება. ლაჯანურ ჰესმა ლეჩხუმში უსახელოს გარდა სოფელი ჩხუტელი, ლაჯანა და სურმუშიც დააზარალა. დახმარებას ითხოვენ ვანში კურორტ ამაღლებაში ჩასახლებული აფხაზეთიდან დევნილი ოჯახებიც, მათ უკვე მეექვსე თვეა არ მიეწოდებათ ელექტროენერგია. დევნილები ამბობენ, რომ სახელმწიფომ საცხოვრებელი ფართით მხოლოდ რამდენიმე ოჯახი დააკმაყოფილა. დევნილები დახმარებას ახალ ხელისუფლებას თხოვენ. ვანში კურორტ ამაღლებაში მცხოვრები დევნილთა 14 ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას თხოვს. ისინი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. ზამთარი მოდის, გვაწვიმს. არავითარი პირობები არ არსებობს ჩვენთვის. რა ზომებს მივმართოთ არ ვიცი. მხოლოდ და მხოლოდ ახალმა მთავრობამ იქნებ გვიშველოს, რომ ყურადღება მოგვაქციოს. ამაღლებაში მცხოვრებ დევნილებს მეექვსე თვე ელექტროენერგია არ მიეწოდებათ. აფხაზეთის მთავრობაში განმარტავენ, რომ დევნილთა რამდენიმე ოჯახს საცხოვრებელი ფართი ფოთში გამოუყვეს და ამაღლებაში დევნილებს ელექტროენერგიის მიწოდებაც ამიტომ შეუწყდათ. დახურულია უბანი, ეს ოჯახები აღარ არსებობს ტოლვილები, სადაც გინდათ წადით, ესე გამოდით ამათი ნათქვამით. ხოდა თქვენ რომ მაინც მიიღებთო დაკმაყოფილდებითო ვინითო უბრალოდ დატოვეთ კურორტიო. წადით სადმეო ნათესაობა ან თუ რამე ნაყიდი გაქვთ, გადადით იქო. შუქი მაინც ჩაგვირთონ. შუქი რომ ვიარსებოთ აქ როგორც ავარ. ყველა დევნილი ოჯახი ვინც ცხოვრობდა იმ ეტაპისთვის 35 ოჯახი გადაყვანილი იქნა ფოთის ახალ კორპუსებში და ბათუმის ახალ კორპუსებში. ეს ობიექტი დაიხურა, როგორც კომპაქტური ობიექტად აღარ არის ბაზაში და შესაბამისად ეს ობიექტი იყო გაუქმებული და შემდგომ ჩამოვიდნენ ეს დევნილები რამდენიმე თვის შემდეგ, როცა ეს ობიექტი უკვე გაუქმებული იყო. და შესაბამისად ამიტომაც შუქი არ არის. აქციაურის განმარტებით ამაღლებაში მცხოვრები დევნილების დახმარება 2013 წლის ბიუჯეტშია გაწერილი. ეთერში ახალი ცხრაზე და ახლა კიდევ ერთხელ მოკლედ დღის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ. აგვისტოს ომის დროს დაღუპული კიდევ ერთი ქართველი სამხედრო მოსამსახურის ცხედარი იდენტიფიცირებულია. კაპრალი რეზო ალავერდაშვილი დღეს მშობლიურ სოფელში ნიჩბისში დაკრძალეს. ჯარისკაცი აქამდე მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე უცნობ ჯარისკაცთა შორის იყო დასაფლავებული. მისი იდენტიფიცირება დნმ-ის ანალიზის შედეგად მოხერხდა. ზაფხულში ასევე შესაძლებელი გახდა აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული საქართველოს შეიარაღებული ძალების კიდევ ორი სამხედრო მოსამსახურის, სერჟანტ ზურაბ ტურაშვილისა და უფროსი სერჟანტის რელა თიგიშვილის იდენტიფიცირება. დაკრძალვის ცერემონიას ნიჩბისში ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საპრეზიდენტო გზა ლესია უკრაინას ქუჩაზე ნაქირავების 60-ხიანი ბინიდან ფეშენებელურ რეზიდენციამდე მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის პირველი პირის სტატუსი შესაძლოა მთავრობის კანცელარიის მე-11 სართულზე დატოვოს. საბიუჯეტო ხარჯების ოპტიმიზაციას მისი 5-ვე რეზიდენციის შენახვის ხარჯები ეწირება. პრეზიდენტის აპარტამენტების ფინანსირება ახალ ხელისუფლებას არ სურს. თანხა მოქალაქეების სოციალურ დაცვას და განათლებას სჭირდება. რა დოზით შეეხება სეკვესტრი სააკაშვილისა და მისი ოჯახის ხარჯებს, რომელიც ხაზინას ყოველწლიურად ათეულობით მილიონი ლარი უჯდებოდა. დინარის დამნაშავე სოციალური შეღავათებისა და დაზღვევების შეჩერების გამო საკითხი, რომელიც თბილისში დღეს ბევრს აღელვებს, დარჩება თუ არა 90,000-მდე ადამიანი სამედიცინო დაზღვევის, 40,000-მდე სოციალურად დაუცველი შემწეობის, 600,000-მდე მოქალაქე კი სატრანსპორტო შეღავათის გარეშე. გაუქმებულია ვანო მერაბიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით სოციალური პროგრამების განხორციელება მერიის მარიურა ჯანდაცვის სამინისტროს დაევალა. ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, რომ დადგენილება კანონის დარღვევით მიიღეს და მისი მიზანი ახალი მთავრობის პრობლემების შექმნა იყო. ფინანსთა მინისტრი მხოლოდ ერთ გზას ხედავს, რაც შეიძლება მალე უნდა დაინიშნოს საკრებულოს რიგ გარეშე სხდომა. გლდანისა და რუსთავის სასჯელ აღსრულების დაწესებულებების შემდეგ ვითარება ქსანშიც დაიძაბა. ტუბზონის პატიმრები პროტესტის ნიშნად უარს ამბობენ ამანათებისა და მედიკამენტების მიღებაზე. მათი ძირითადი მოთხოვნა ციხის მთავარი ექიმის გათავისუფლება. პატიმრები მედპერსონალს უყურადღებობაში ადანაშაულებენ. მსჯავრდებულების ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მსჯავრდებულებს პირობების გაუმჯობესება სურთ. სასჯელ აღსრულების სამინისტრო კი საკითხის შესწავლისთვის დროს ითხოვს. ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმში მოგზაურისა და ველომრბოლელის ჯუმბერ ლეჟავას გადაღებული ფოტოების გამოფენა მოეწყო. მსოფლიო ბავშვები ასე ქვია ალბომს, რომელიც ძირითადად აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის კონტინენტებზეა გადაღებული. ფოტოებზე განვითარებადი ქვეყნების ბავშვების ყოველდღიური ცხოვრებაა ასახული. ადგილობრივებთან ერთად ჯუმბერ ლეჟავას ფოტოების გამოფენაზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის კონსერვატორიის სტუდენტებიც იყვნენ მიწვეული. გამოფენა ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმის ბაზაზე არსებული მედიათეკის ორგანიზებით მოეწყო. აქ არის რამდენიმე კონტინენტი ნაჩვენები. სამხრეთ ამერიკის კონტინენტი არის ნაჩვენები, აზიის კონტინენტი და აფრიკის კონტინენტი, ნაჩვენები ავსტრალიაც არის. ეხლა აქ თქვენ ხედავთ, რომ უფრო ფაქტები არის დაფიქსირებული და არა ფოტოხელოვანი მე არა ვარ და არც მიცდია, რომ ესე იგი კონკურენცია გაუწიო ფოტოხელოვანებსო. აქ მე ხარისხზე არ მაქვს ლაპარაკი. ეს არის ის, რომ დამთავრდეს ზღვარი რეგიონსა და ცენტრს შორის და აქაურმა იგრძნოს, რომ ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია რაღაცწვრილი განათლების საფუძველზე შევიტანოთ ამ ქვეყნის აღშენებლობაში. ჩერეთ ხილით და წითელი ღვინით უმასპინძლდებოდნენ დღეს დუდიაშვილის მოედანზე მისულ საზოგადოებას ისტორიული მოედნის გადასარჩენად გამართული აქციის ორგანიზატორები. პერმანენტული აქციების მიუხედავად, რომელიც უკვე წელიწადზე მეტია მიმდინარეობს, არც ცოტა ხნის წინ უკვე მეორე შენობის ნრევის პროცესი დაიწყო. თბილისის მზრუნველთა საზოგადოება თბილისის համთარი კულტურის სამინისტროს მოუწოდებს არ დაუშვას დუდიაშვილის მოედნის სახეცვლილება. ჩვენ ერთწლიანი გამოცდილება გვაქვს ამ მოედანთან დაკავშირებით. წერდით ერთ, პასუხობდნენ მეორეს, თავაზობდით საჯარო განხილვას, არ მოდიოდნენ. ასე მიმართა გუდიაშვილის მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას თბილისის მზრუნველთა გაერთიანების თბილისის համქრის უსტაბაშმა. დედაქალაქის ისტორიული მოედნის იერსახის შენარჩუნებისთვის გამართული აქცია და გამოფენა დევიზით აქ არ ანგრევენ გუდიაშვილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. კულტურის სამინისტრომ გამოიჩინოს შნო და დაიბრუნოს თბილისის კულტურული მემკვიდრეობა. აქციები გუდიაშვილის მოედნის დასაცავად უკვე წელიწადზე მეტია იმართება, თუმცა დღევანდელი აქცია ძველი შეკრებებისგან მაინც განსხვავდებოდა. ეს არის აქცია, მესიჯი, ასე ვთქვათ, დღევანდელი ახალი ხელისუფლებისათვის, რომ ის პრობლემა, რომელიც იდგა შარშან ამ დროს გუდიაშვილის მოედნის შენარჩუნების თვალსაზრისით არ მოხსნილა დღის წესრიგიდან. თუ წინა ხელისუფლება მაინც არ რეაგირებდა ჩვენ მოთხოვნებზე, ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ახალი მაინც იფიქრებს ამაზე. 1820 წელს აშენებული ცისფერი შენობის ყოფილი ლიტერატურული საქართველოს რედაქციის შემდეგ რამდენიმე კვირის წინ მოედანზე მდებარე მეორე სახლის ნგრევა დაიწყო. ხელოვნებად მცოდნე თეო ხატიაშვილი ამბობს, რომ გუდიაშვილის გადასარჩენად გამართულმა პერმანენტულმა აქციებმა შედეგი არ გამოიღო. თბილისი გვეკარგება თელსა და ხელშუა. შეიძლება ეს იყოს ვიღაცისთვის უბრალოდ მეორე ხარისხოვანი ესთეტიკური პრობლემა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს თუ ჩვენ ვაცხადებთ, რომ ჩვენთვის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა არის ერთ-ერთი მთავარი კულტურის პოლიტიკაში. პოზიცია არ შემიცვლია იმის გამო, რომ 1 ოქტომბრის შემდეგ უმრავლესობის წევრი გავხდი და აღარა ვარ ოპოზიციაში.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი იმედს გამოთქვამს, რომ გუდიაშვილის მოედანთან დაკავშირებით მერია პოზიცია შეიცვლის. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ცენტრალური ხელისუფლების ჩარევას არ გამორიცხავს. თუ ქალაქის მერია წინააღმდეგობის გაწევის რეჟიმში დარჩება, ისევ იგივე პოზა შეინარჩუნებს, რომ ამას ვერ ხედავს, ეს არ არის მნიშვნელოვანი და ყველგან რკინის და მინის შენობები უნდა ჩაიდგას, მაშინ რა თქმა უნდა, ეს ჩვენი პირდაპირ ვალდებულებაა, რომ ცენტრალური ხელისუფლება ჩაერიოს უკვე კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად. ორგანიზატორების თქმით, აქციები გუდიაშვილის დასაცავად იმის მიხედვით დაიგეგმება, თუ რა რეაგირება მოჰყვება თბილისის ჰამქრის მიმართოს კულტურის სამინისტროდან. ასე იყო გასული დღე და ის თემები, რაც მე და ჩემოგოლებებმა თქვენთვის მოვამზადეთ, ამით სამშაბათამდე გემსვებით, კიდევ ღამით და სასიამოვნო კვირა დღესთვის ვუხმართ.